საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს პროტესტი მას შემდეგ, რაც უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტმა მიაღწია არნახულ მასშტაბს. აქ შეკრებილია თვითორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ძალიან რაღაცა სტიქიურად ორგანიზდა, პირდაპირ ვთქვათ, და ეს არის ძალიან ინკლუზიური მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენს, მასწავლებლებს, განათლების მუშაკებს, არ ვიცი, უბრალოდ მშრომელებს, რიგით ადამიანებს, კულტურის მუშაკებს, ხელოვანებს და ასე შემდეგ. და ეს ხალხი ითხოვს იმას, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულება, რომ ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს, რაც გულისხმობს მიუკერძოებლად, მაქსიმალურად ამომწურავად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ის პრობლემები, რაც წლების მანძილზე დაგროვებულია, 10 წლების მანძილზე დაგროვებული ის უსამართლო რეჟიმის პირობებში დაგროვებული სოციალური უთანასწორობა, შრომელთა უფლებების დარღვევა, ემიგრანტების კრიზისი, რომელიც არის უმწვავესი ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად 10 წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემა. კონკრეტულად კი არჩევნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, წართმეული თავისუფალი საარჩევნო ხმის უფლება. ეს უნდა გააშუქოს ბუნებრივია საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ შევახსენოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი ვალდებულება და რაც იყო ეს პირდაპირ ვთქვათ, მოპოვებული ეთერი, რომელიც საბოლოოდ 40 წუთამდე იქნა დაყვანილი, იმიტომ რომ ახალ წლამდე სწორედ ამ პირობებში ვიყავით. ამ 40 წუთიდანაც უმეტესი დრო ამ ток-შოუს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებთან, ასე ვთქვათ, კამათში იკარგებოდა, იმიტომ ისინი საკმაოდ დესტრუქციულად, პირდაპირ ვთქვათ, ცინიკურ რეჟიმში ხშირ შემთხვევაში იყვნენ რესპონდენტების მიმართ. ეს რესპონდენტები იყვნენ სხვადასხვა, კიდევ ერთხელ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც წესი არ ჩანან ეთერებიდან, არც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და არც სხვა კერძო ტელევიზიებიდან. ეს ხალხი 60-ზე მეტი რესპონდენტი იყო ამ ეთერის მანძილზე, რომლებიც წარმოადგენენ, კიდევ ერთხელ მივაქვს, სხვადასხვა ჯგუფებს. ამ ხალხს შეიძლება ამ ეტაპზე პრინციპულად არ აერთიანებს გარდა იმისა, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ყველას აქვს სურვილი და ამბიცია, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში. ახალი წლის შემდეგ უკვე ჩვენ მანამდეც მაუწყებლის მენეჯმენტის კომუნიკაციიდან გამომდინარე ცხადია ჩანდა ეს, რომ ისინი არაპირებდნენ ამ ეთერის ხალხისთვის დათმობას და ისევ თუნდაც იმ 40 წუთიან შეზღუდულ ვითარებაში გაგრძელებას, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე სამართლიანად ვითხოვით ასევე დღის ეთერის გახსნასაც, ასევე ვითხოვდით მანამდე წლების მანძილზე იგივე რეალური სივრცე იქნება ეს თუ სხვა გადაცემების, რომლებიც თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალიან მაღალი სტანდარტის და პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ იქმნებოდა ამ გადაცემების აღდგენას, რაც ასევე არის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მოთხოვნაც. ანუ ამას ვითხოვდით, რომ ჩვენი მიზანი იყო, რომ დღის ეთერიც გახსნილიყო და ეს 40 წუთიც რაც იყო 10 საათიან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ პრაიმ ტაიმის დროში ток-შოუში, აი ესეც, ასე ვთქვათ, წართმეული იქნა და გუშინ უკვე ჩვენ, ასე ვთქვათ, ჭალებში ამ საახალწლო პაუზის შემდეგ ვიხილეთ ეს ეთერი, მაგრამ დაეთმო მხოლოდ ოპოზიციურ ჭალებში, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, კი ბატონო, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი ცხადია ვერ იქნებიან ამ ეტაპზე, ვერ წარმოადგენენ ხალხის ხმას და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, ამას ვერ შეფუთავს როგორც ხალხის ხმა და ჩვენ ერთ-ერთ ბანერზე წერია, რომ პოლიტიკოსის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხმა არ არის ხალხის და საზოგადოების ხმა და ამდენად ჩვენ ცხადია ვითხოვთ, რომ მინიმუმ ამ ეტაპზე იმ 40 წუთიანი ეთერის დაბრუნება და ასევე ზოგადად ვითხოვთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულფასოვნად აშუქებდეს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს. უბრალოდ ისიც მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ 40 წუთიან ეთერს როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ცხადია არხის მენეჯმენტი და დიდი ეჭვი არა, ზუსტად ვიცით, რომ ისინი მხოლოდ დამოუკიდებლად არიღებენ, იმიტომ რომ არხის მენეჯმენტი კონკრეტულად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მახლაბერიძე პირდაპირ ქართულ ოცნებასთან უშუალოდ დაახლოებული პირია და ცხადია ისინი არიღებენ მხოლოდ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, საფრთხე იქნა დანახული და საფრთხე რა არის ის, რომ მაუწყებელზე ისმოდა ხალხის წუხილი, რეალური ხმა და განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ეძლეოდათ საშუალება, რომ რაღაც ალტერნატიული, რაც არის სინამდვილე, რასაც მაუწყებელი საზოგადოებრივ მაუწყებელზეა საუბარი, სამწუხაროდ არ აშუქებს მთელი ეს პერიოდი, ეს წლები და ეს არ არის დღეს და გუშინ მხოლოდ, აი ეს ხმა ისმოდა და როგორც ჩანს
შეაფასეს მოვლენები, ანუ იმდენად ნეგატიური ჭყალებში მათთვის და ხალხისთვის პოზიტიური და სასარგებლო იყო ეს ეთერი, რომ ამ ეთერის დათმობაზეც უარს ამბობენ. მაუწყებლის მხრიდან გავრცელდა რამდენიმე დღის წინ განცხადება, ხო, რაღაც თითქოს საუბარი იყო, რომ აი რაღაც საზოგადოების ვიწრო ჯგუფები ახდენენ მათზე რაღაცა ასე ვთქვათ ზეწოლა სარედაქციო პოლიტიკაში, ანუ ეს რა თქმა უნდა, ანუ აბსურდულია ამ კონტექსტში, იმიტომ რომ შესაძაც მაუწყებელი არ ასრულებს თავის მოვალეობას სრულფასოვნად, ამიტომ გვიწევს ჩვენ აქ ყოფნა და ამიტომ მოვდივართ აქ ყოველ დღე 7 საათზე. სხვა შემთხვევაში მაუწყებელი რომ სრულფასოვნად და მიუკერძებლად მაუწყებლობდეს და ხალხის ინტერესებს ემსახურებოდა, ცხადია ჩვენ არ ვიქნებოდა, იმიტომ რომ ბუნებრივად მოხდებოდა, რომ იგივე მეშახტეების ხმა იქნებოდა, აქ იქნებოდა ხულოველი ექნების ხმა, აქ იქნებოდა, რა ვიცი, სოციალურ პრობლემებზე, განათლების პრობლემებზე, აქ იქნებოდა მეცნიერებაში თუ კულტურის სფეროში არსებულ უმწვავეს პრობლემებზე საუბარი, თავისთავად და შესაბამისად ჩვენ ბუნებრივად და ჩვენ არ არის კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი საზოგადოება, ბუნებრივად ვისარგებლობით ამ ეთერით. სამწუხაროდ ეს არ ხდება და შესაბამისად ჩვენ უნდა დავიბრუნოთ საზოგადოების მაუწყებელი